მოგესალმებით შუადღე მშვიდობის ჩემო ძვირფასებო დაიწყო ჩვენი გადაცემა ია ბედოიძესთან და ირაკლი ალფაიძესთან ერთად და ტრადიციულად ძალიან საინტერესო და შინაარსიანი თემებით დატვირთული პროგრამა გელიწინ და პირველი თემა წარვადგინოთ ია ეს გახლავთ თქვენთვის ჩვენი ერთგული მაყურებლებისთვის ძალიან კარგად ცნობილი ადამიანი დეკანოზი იაკობ ჩიჩილიძე რომელიც ამავე დროს გახლავთ თბილისის სასულიერო სემინარი აკადემიის რელიგიათმცოდნეობის კათედრის გამგის თანაშემწე დაგლოცეთ და გმადლობთ მომწანებისთვის კი ბატონო და ძალიან საინტერესო თემა მამაო ჩვენმა ერთგულმა მაყურებელმა უკვე იცის რომ ჩვენ სხვადასხვა მიმდინარეობებზე და სექტებზე ვსაუბრობთ და ამჟამად შევაჩერეთ ყურადღება აი კომერციული მიმდინარეობის და ძალიან საინტერესოა თქვენი მოსაზრება ვიცით რომ გაეცანით არაერთ მასალას და უშუალოდ იცნობთ რამდენიმე ადამიანს რომელიც აი ამ კუთხით და ამ მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში საინტერესო ამ კუთხით კომერციული კულტები ეს არის ორგანიზაცია ადამიანების, რომელსაც არ აქვს რაღაც გამოკვეთილი სწავლება ღმერთზე, ღმერთთან ადამიანის კავშირზე, მაგრამ აქვს კულტი სიმდიდრისა, კეთილდღეობისა და ფუფუნებისა და ისინი ცდილობენ ჩააბან თავიანთ ქსელში სხვადასხვა ადამიანები, რათა მათ მეშვეობით მithom მათ სთავაზობენ გამდიდრება, სინამდვილეში კი მათ მეშვეობით მიიღონ მოგება. თვითონ თავიანთი მოგება. ეს არის პირამიდული სისტემა, თვითონ კომერციული კულტების მიმდევრები ამას უწოდებენ მრავალსაფეხურებულ მარკეტინგს. ერთ ადამიანს მოყავს ორი და მათ სხვები უნდა მოიყვანონ და ერთმანეთის მოგებით უნდა ისააზდოვონ. სინამდვილეში მოგებას ღებულობს მხოლოდ ამ ხელმძღვანელობა, ამ კულტის კომერციული კულტის ხელმძღვანელობა. მრავალი ასეთი კულტი არის ქსელურ მარკეტინგში, რომლებიც ავრცელებენ პროდუქციას ნაწილობრივ, მაგრამ მთავარი ყურადღება იქ არ არის პროდუქციის გაყიდვაზე, არამედ თვითონ გამყიდველზე. ისინი ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩააბან ორგანიზაციაში, რაც შეიძლება მეტი ყიდიდეს მათ პროდუქციას, იმიტომ რომ ისინი სანამ გაყიდიან, მანამდე ყიდულობენ თვითონ. და ამით ორგანიზაცია თვითონ მოგებული რჩება, ხელმძღვანელობა და წაგებული რჩებიან ქვედაშრეები, რომლებიც ვერ ნახულობენ მოგებას. ესეთია ძირითადად ამ კომერციული კულტების ეს სისტემა ეკონომიური მარკეტინგს რომ უწოდება. ბევრი ქსელური მარკეტინგი ეს არის კომერციული კულტი. რაც უფრო ქსელურ მარკეტინგში, რაც უფრო აქტიურად არის გამოყენებული ფსიქოლოგიური მანიპულაციის მეთოდები, მით უფრო ეს არის უკვე კომერციული სექტა კულტი. იმიტომ რომ ქვედა შრეები რომ შეინარჩუნო, ამისთვის საჭიროა ფსიქოლოგიური მანიპულაციების ჩატარება, თორე ის ადამიანები გაიქცევიან, მიხვდებიან, რომ მათ ატყუებენ და ამისთვის საჭიროა მუდმივი მზაობა იყოს მათში, მუდმივი ინტერესი და ატარებენ სემინარებს, შემდეგ უკვე მეორე მესამე საფეხურზე ფასიან სემინარებს, მათი მიმდევრები ვალდებული არიან იყიდონ ეს აუდიო, ვიდეო, ნაბეჭდი ლიტერატურა თუ წყაროები თავიანთი სტიმულის და ინტერესის ასამაღებლად. მოგეთ კომერციული კულტების შორის შეიძლება დავასახელოთ MA, QNET, რომლებიც უხეში კულტები უფრო, მაგალითად QNET-ში ფულს ადებინებენ დიდ თანხებს ადამიანს და პირდებიან, რომ მალე მოგებას მიიღებს. მე მეორე საფეხურზე ეუბნებიან, რომ შეც უნდა მოიყვანო ადამიანები, ის ადამიანები თუ ჩადებენ თანხებს, იქიდან თავიანთ პროცენტი ერგება, ვინც მიიყვანა და იმ პროცენტიდან მის მომყვანს უნდა გაუნაწილოს. QNET-ში რომ ადამიანმა რამე მოგება მიიღოს, მის ქვემოთ 7 საფეხურიანი პირამიდა უნდა აშენდეს. მარკეტინგის უწოდებენ ისინი ამას. სინამდვილეში წრუა ეს და გამოთვლებით, სტატისტიკით კი არა, გამოთვლებით ცნობილია, რომ 87% წაგებაშია. ამ სისტემაში შესული ადამიანების 87% წაგებაშია. და ცხოვრობს იმედით და მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკვე ორგანიზაცია ეს კომერციული კულტი გამოწურყავს ადამიანს საბოლოო თანხებს, მე გარეთ აღმოჩნდებიან ხოლმე. ზოგი გაჩუმებულია, იმიტომ რომ არ უნდა აღიაროს, რომ ესე დიდი შეცდომა დაუშვა, ამდენ თანხა დაკარგა, ასე
შერცხვენილია და ასე ჩუმად არიან ხოლმე ამის შემდეგ ამ ქსელური მარკეტინგის მიმდევრები. შემდეგ რა შეიძლება ვთქვათ, რომ ფსიქოლოგიური манипуляციები ძალიან სახიფათოა. ერთია რომ თანხები დაკარგო, თუმცა ეს თანხების დაკარგვა ძალიან სახიფათოა, იმიტომ რომ ზოგი ბინასდებს, მანქანას ყიდის, ქონებას ყიდის, რომ იქ შეიტანოს თანხები და შემდეგ აიშენოს კეთილი მომავალი და ბედნიერი ცხოვრება და ცხოვრობს ცრუ იმედებით. აქ ერთი ესეთი ძველი დარიგება ანდაზა უნდა მოვიგონო, რომ უფასო ყველი ხაფანგში არის ესეთი ანდაზა და უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი ასეთი უფასო შემოთავაზებისთვის და ასეთი მარტივი მოგების უკან დგას ძალიან ძვირი ფასის გადახდა დაგვჭირდება ჩვენ. ძალიან ძვირი დაგვიჭდება ეს უფასო. უფალმა გითხრა ოფლითა თქვენითა მოიპოვეთ საზდო თქვენი და ეს პრინციპი ღვთისმსნება მოქმედობს ყოველთვის და ეს არის ძირითადად ტყუილი ხოლმე. შემდეგ სექტანტების მიერ, კომერციული კულტის მიმდევრების მიერ შემოთავაზებული. ეხლა რაც შეეხება ფსიქოლოგიურ манипуляციებს, პირველი რითი შეიძლება ადამიანმა იგრძნოს, რომ იგი მოექცა ამ კომერციული კულტის ზეგავლენის ქვეშ. ეს არის, რომ პირველი ახლობლები, ნათესავები უკვე მას ეუნებიან, რომ იგი შეიცვალა. ძალიან შეიცვალა, ოჯახთან დაპირისპირებაში შედის, შემდეგ კარგავს კრიტიკული აზროვნების უნარს. მას უნდა რომ ესე იგი მას ექმნება თავისი ბებური ხედვა სამყაროსი, ასეთი ძალიან აღთოვანებულია, ფიქრობს რომ მალე გამდიდრდება და ცდილობს რომ თავისი ოჯახის წევრებს და თავის მესამეზობლო სანათესაოს ჩაადებინოს ფული და შეიყვანოს ამ ორგანიზაციაში. აქ ესეთი აღტყინება რეგულარულად ისმინოს ამ ორგანიზაციის სემინარები. რადგანაც იქ თვითონ სემინარებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდება ადამიანზე, თან მასობრივი, ძალიან ცდილობენ თვითონ ამ ქსელური მარკეტინგის უფრო ესეთი კომერციული კულტების მიმდევრები, რომ ეს ახალბედები შეიყვანონ ხოლმე ამ სემინარებზე, რომლებიც თავიდან უფასოა, მერე ფასიანი ხდება ხოლმე მესამე საფეხურებზე და ამ სემინარებზე მათ განაცდებინონ ფსიქოლოგიური ეს აღთოვანება, იმედი, რომ აი მალე გამდიდრდება, რომ ამ ორგანიზაციაში ყოფნა ნიშნავს ელიტასთან სიახლოვეში ყოფნა და ეს არის წარმატების მიზეზი იქნება მისი ცხოვრების და ოღონდ სულ ცოტაა საჭირო ამისთვის ხებიც გააწევრიანოს ეს. თან ალბათ აჩვენებენ წარმატებულმათვის წარმატებულ მაგალითებსაც და ეს უფრო ის არის. დისტრიბუტორები ძირითადად წარმატებულები არ არიან, მხოლოდ ეს არის ფსიქოლოგიური ზეგავლენის ქვეშ არიან და ასე აღთოვანებით საუბრობენ, რომ რაღაც მიიღო. ეს არის ფაქტიურად ცხოვრობენ იმედით. ისინი მომავალი წარმატების იმედით არიან და რეალობით ეგრე არ არის. იმიტომ რომ როგორც გამოთვლებია და როგორც ცნობილია, მათ არ აქვთ ეს მოგება ესეთი. მათ იმის ამოღებასაც ვერ ახერხებენ, რაც ჩადეს. იმის ამოღებასაც და როცა 87% და გარჩენილის ძალიან მცირე ნაწილი ის არის მოგებაში. ფაქტურად ვინც პირველები იყო ქსელური მარკეტინგის შექმნისას ქალაქში, ისინი არიან, ვინც ამ მოგებას ღებულობენ. მამაო, ასევე უნდა ვისაუბროთ იმ პრინციპებზე, იმ მიდგომებზე. ძალიან საინტერესოა თქვენი ხედვა და რა თქმა უნდა დასაფასებელია ეს, რომ ძალიან კარგად შეისწავლეთ ეს სფერო. მამაო, მინდა გითხოთ იმ პრინციპების შესახებ და იმ უფრო ფსიქოლოგიური თემა მინდა რომ გავშალო, რომ აი ამ ადამიანების შემდეგი ცხოვრება, ამ გაწევრიანებიდან უკვე შემდეგ რა ხდება, რომ აი უკვე ახლობლებთან ურთიერთობა და ეს ფსიქოლოგიური თემა, რომელიც უკავშირდება საბოლოოდ იმას, რომ ძალიან დიდი პრობლემის ქვეშ აღმოჩნდება ხოლმე ადამიანი. ორგანიზაცია უცვლის მას ყველაფერს. ამ კომერციულ კულტი კერძოდ მას გონია, რომ აქ ყოველი წუთი დრო აქვს ჩადებული, ძალიან დიდი მოგებით ანაზღაურდება შემდეგ და ცდილობს ყველა იქ შეიყვანოს ნათესაობა, მას ეცვლება თავისი სოფხედველო, სოფახქმა, ესე იგი ხალისი არის იმისთვის კომერციულ კულტში ყოფნა და ვინც სულ ამაზე საუბრობს, სულ აქეთ მიყავს საუბარი, ამიტომაც ვადარებთ ხოლმე ამათ სექტებს, იმიტომ რომ ესეთივე აღტყინება და ცრუ ილუზიები და რეალობიდან მოწყვეტას ახდენენ ადამიანის. ოღონდ უკვე მამონას ღმერთის მსახურების იმედით.
და შემდეგ რა ხდება რომ როდესაც ოჯახი ცდილობს რომ ჩამოაშუროს ამ კულტს, ის ღიზიანდება, დეპრესია ემართება, აგრესია ემართება, იმიტომ რომ ის კომერციული კულტი აღიქმება მის მიერ როგორც ბედნიერების წყარო. ეს არის. შემდეგ ხშირად ხდება რომ იყენებენ ტყუილს და ძალას რომ გააყიდუნონ ოჯახის წევრებს, ჩაადებინონ თანხები და მათ შორის რაღაც სხვადასხვა ნივთები გააყიდინონ რომ ბინა ჩაადებინონ რომ იქ ჩადონ. ძალიან აღთოვანებულია მთელი გულწრფელობის ჯერათ რომ ეხლა გამდიდრდებიან მალე. და პირველი რასაც ჩვენ ურჩევთ ხოლმე ასეთ ადამიანებს რომ აი რო ცდილობთ რომ ჭკუაზე მოვიყვანოთ რეალობაში დავანახოთ რეალობა ეს არის რომ მოდით ის მაინც ამოიღე რაც ჩადე. ან იმის ნახევარი მაინც თუ ამოიღებ იმასაც ვერ ამოიღებენ ხოლმე ეს ადამიანები და უფრო მეტის დადება საჭიროს, კიდევ უფრო მეტის და ბოლო ფულს დებენ ხოლმე სამწუხაროდ, ვალებში შედიან, ნათესაობასაც განსაცდელში აგდებენ და აი ესეთი მიზერი უკვე ფსიქოლოგთა ჩარევა საჭირო ხოლმე იმის სტრესს ღებულობენ ეს ადამიანები. კომერციული კულტი კი გამოწურფავს რა საბოლოო ფულს გარეთ გამოაგდებს ამ ადამიანს და მე რო კი იწყება ახალი სიება, ახალი იურიდიულად ეს ისე აქვს გაფორმებული რომ მათი დაჭერა შეუძლებელია, იმიტომ რომ იქ არანაირი ვალდებულობებს არ ღებულობს ეს ორგანიზაცია, ნახევრად რაღაც გასაიდუმლებულები არიან, იქ მათი პროდუქცია ხშირად არ არის ლიცენზირებული პროდუქცია, სიტყვებზე აგებული რომ მithomეს NASA-სთან შეთანხმებული პროდუქცია, აი NASA მაგალითად ზოგიერთ Herbalife-ის რო ავიღოთ, ისინი ამბობენ რომ ეს მათი საკვები ბიოდანამატები ეს ისეთია რაც NASA-სთან კავშირში არის, ანუ NASA-მ მოიწონა ესაც სიტყვაზეა, როდესაც ცნობილია რომ ვინც ეგ შექმნა ეს Herbalife-ი, ეს მულტიმილიონერი პირველად თავის მაშინ მულტიმილიონერი არ იყო, მანქნიდან ყიდიდან თავის პროდუქციას, თავის ბალახეულებს, რაღაცებს, რაღაც ავცელებდა. მამა ეკობ, საინტერესოა მე დასაწყისშიც კითხეთ და მინდა ისე გამეორეს კითხვა, რა მდგომარეობა ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში დგას თუ არა საშიშროების წინაშე ჩვენი საზოგადოება და არის თუ არა დამკვიდრებული ეს ეგრეთ წოდებული ქსელური მარკეტინგი? დამკვიდრებულია. ნაწილობრივ ხალხი ჩართული არის, მაგრამ ისიც შეიძლება თქვათ, რომ ბევრმა მართებული დაიჭირა კრიტიკული დამოკიდებულობა, პროდუქტებს იყენებენ ზოგიერთი ორგანიზაციის, მაგრამ ეს პროდუქტები არებიან თვითონ ორგანიზაციაში, არ ხდებიან დისტრიბუტორები. და შემდეგ რომ ნახავენ რომ ვერ არგო ამ პროდუქტმა და ანებებენ თავს ამ სყიდვას. მაგალითად ცნობილია რომ რაღაცა ხის ქერქი არის, რომელიც ხარ დამოვიწყდა ხის სახელი, რაღაც აფრიკული ხის, რომელიც ბაობაბის ხე, რომელიც ყველაფერს კუნავს. ფაქტობრივად სიცოცხლის ხე გამოიყვანეს ეს ბაობაბი და ადამიანებს ისეთი სტრესული მდგომარეობა აქვს, აი ეკონომიური გაჭირვება, ჯანმრთელობის მხრივ მე ვერ შველიანო ეკონომიკა რო არა, ჯანმრთელობას ვერ უყურებს ადამიანი, ხო? და სტრესული მდგომარეობა რო ზეგავლენის ქვეშ ადვილად იქცევიან. რაც არ უნდა ფსიქოლოგიურად ტკიცე და მდგრადი, სულიერად მდგრადი ადამიანი იყოს, როდესაც სტრესულ მდგომარეობაში იგი ზეგავლენის ქვეშ ადვილად ექცევა. კომერციულ კულტებს ყველას აქვს თავისი ნიშა. ზოგი ჯანმრთელობაზე მუშაობს, პროდუქტები გახდომაზე, ზოგი კოსმეტიკაზე მუშაობს. ეხლა კოსმეტიკის შედეგად მე მინდა და მეთქვა წეღანი და რაღაც ვიფიქრე თემიდან გადახეული არ ყოფილიყო, ჩვენ ქვეყანაში არის ესეთი სხვადასხვა ქსელური მარკეტინგის ორგანიზაციები, რომლებიც თავაზობენ და მართლა ძალიან სერიოზულ ვალებში არიან ადამიანები. ძალიან ბევრი მე ადამიანები ინახავს, რომელიც გამოვიდა და მე ამბობს, რომ არ ვიცი რატო დაუშვია ეს შეცდომა, არ ვიცი რატო გავაკეთე და რატო გადავიხადე ამ ხელა თანხა ამაში. საინტერესო იქნება ყველაფერი საინტერესო იქნება მამა საუბრის დასასრულს ჩვენ რამდენიმე წუთი დაგვრჩა მხოლოდ და მინდა გთხოვოთ რომ ურჩიოთ ადამიანებს ვინც არ არის ჩართული რომ უნდა მოერიდონ თუ არ უნდა მოერიდონ და ვინც ჩართულები არიან რას ურჩევთ მათ და მათ ოჯახის წევრებს. თანაც ერთ მე რაღაცას დავუმატებ მამაო და მე თუ შეიძლება ძალიან ხშირად არის რომ ადამიანის ფსიქოლოგიაზე თამაშობენ ძალიან ცუდად, იმიტომ რომ აი რაღაც დამცირებასავით ხდება ადამიანს როცა ეუბნები რომ თუნდაც დღეში თქვა 2 ლარს ვერ გაიმეტებ შენი თავისთვის, მე ამ ყველაფერს შეკრავენ და თვიანობაში თვეში გამოდის რაღაცეთი თანხა და ეს იწერება რამდენიმე წელიწადზე მაგალითად. ყველაფერ ამას ვქია ფსიქოლოგიური манипуляция და манипуляციის მეთოდები. ეს ადამიანები ძალიან ზდილობიანად, თავაზიანად მოდიან მოგმართავენ ჩვენ და
შემდეგ ჩვენ ხერხულ მდგომარეობაში ვარდებით, თუ არ ვიყიდით და ვყიდულობთ ისეთ რამეს, რაც ჩვენ არ გვჭირდება, არანაირად არ გვინდოდა იმის ყიდვა. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს თავაზიანობა და ძდილობიანობა თქვენს მიმართ არათუ თქვენ და მის სიმპათიებიდან, პიროვნული სიმპათიებიდან ამომდინარეობს, არამედ ეს ამომდინარეობს, ის ტრენინგები აქვთ მათ გავლილი, ფსიქოლოგიური მანიპულაცია თქვენგან ფულის მიღების მიზნისთვის. თუმცა ეს ფორმდება როგორც ორმხრივ მომგებიანი ხელშეკრულება სინამდვილეში მაღაზიისგან განსხვავებით, მაღაზიაში თქვენ მიხვალთ, როცა რამე გჭირდებათ, იყიდით იმას, რა თქვენ გჭირდებათ, ხოლო ამ შემთხვევაში გამყიდველ იწყებს თქვენზე ზემოქმედებას, მანიპულირებას თქვენი ფსიქოლოგიით, რომ თქვენ რაღაცა კიდევ გაყიდინოთ და როცა გაყიდინებთ, მერე მეორე შემოთავაზება იქნებ შენ თვითონაც ხომარ ჩაებმევი ამ მარკეტინგში, იმიტომ რომ ამით მას ექნება ორმაგი მოგება. ჩვენ ხედავთ აქ რას, რომ ადამიანთა ფსიქოლოგიური დაზიანება გარკვეულწილად საკუთრის წაგებაზე აგებული საკუთარი მოგება, ანუ სხვის უბედურებაზე შენდება საკუთარი ბედნიერება, სინამდვილეში ეს ადასტურებს, რომ ეს სისტემა არ არის ღვთისმსათნო, იმიტომ რომ როგორ შეიძლება შეტყუებით, არაკეთილსინდისიერი რეკლამით, ნახევარი სიმართლით და ასეთი შეთავაზებებით მოიპოვო შენ გამდიდრება, შეუძლებელია. იმიტომ რომ ოფლითა შენითა მოიპოვე საზდო შენი, ასეა ნათქვამი ბიბლიურად და ადამიანს უნდა შეეძლოს არასთქმა. არასთქმა უნდა შეეძლოს და არანაირი ეკონომიური გაჭირვება არ უნდა გახდეს ჩემთვის საბაბი იმისა, რომ მე მოვიყვანო ნათესავი, ჩავადებინო თანხა და მისი თანხიდან მე დავიწყო სარგებლის ძენა, რომ მე იმას ხვები მოიყვანოს, ჩაადებინოს და იქ უკვე აღარ ფიქრობ მე იმაზე, რომ ეს თანხა მე რომ მომდის, რამდენი სოფლი და ცრემლი არის და რომ ვინ ჩემს ქვემოთ არის, ისინი ხო საერთოდ უფრო ვერ მიიღებენ იმ მცირედსაც. თუმცა იმის 87% შედიან ისინი. კი ბატონო. აბა ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა, უფრო მეტის გადავაჭერდით კიდეც და დიდ მადლობას გეტყვით რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი და ძალიან საინტერესო თემებზე საუბრობთ. გეუბნებით. აქტუალური თემაა მართლაც ირაკლი და ბუნებრივად ვერ ჩავეტევდით ამ დროში, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ ბევრმა ადამიანმა თქვენგან მოისმინა ძალიან საინტერესო სასარგებლო რჩევები და იმედი მაქვს რომ ამას გაითვალისწინებენ და დალოცოთ ხილად იყოთ რომ არ მოვწყულდეთ, არ წავაგოთ სული და თანხებით. კი ბატონო, დიდი მადლობა. გემშვიდობით ეკანოზე იაკობ ჩიჩილიძე გახლავთ ჩვენი გადაცემის სტუმარი, ჩვენ კი ვაგრძელებთ ძალიან საინტერესო თემები. ცნობილი პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი კონცერტისთვის ემზადება საღამოს საქველმოქმედო იქნება და შემოსული თანხა მთლიანად ბერი ანდრიას ფონდის ბენეფიციარებისთვის გადაირიცხება. ცოტა ხანში ამ თემით ვრდებით. დაგველოდეთ.